თქვენი მყოფებით სიუსამზარეულოში და დღეს გოგრის დესერტი უნდა მოვამზადოთ, რომელიც უმარტივესად მზადდება და საოცრად ჯანსაღია. აქ ხერხი ჯობია ღონესა ვარიანტია, ნაყინის ამოსაღები გამოვიყენე გოგრის გასასუფთავებლად. ვამზადებ მოკლედ ფორმას და შემდეგ უკვე შიგ-თავს ვამზადებ. ესე იგი ქიშმიში, ქლიავის ჭირი, ნიგოზი, ნუში, ფინიკი, გოგრის თესლი, გარგარის ჭირი, ასე ვთქვათ, კურაგა და თაფლი დაგვჭირდება იმისთვის, რომ გემრიელი დესერტი მოვამზადოთ. დავჭრეთ ყველაფერი სასრულ ნაჭრებად, სასრული რომ პატარა ნაჭრები იყოს. მოვათავსებთ თასში. ახლა ფინიკი დავჭრათ. კურაგა. შემდეგ უკვე დავუმატოთ თაფლი, თქვენი გემოვნებით, რაოდენობა თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. კარგად გადავურიოთ და შემდეგ უკვე მოვათავსოთ ჩვენ უკვე გასუფთავებულ გოგრაში უკაცრავად. შევდგათ ღუმელში. დაახლოებით საათი და 20 წუთი სჭირდება გამოცხობას და მართლა უგემრიელესი დესერტი გამოდის, ვიტამინებით სავსე. გემრიელად მირთვით.